ქალი, რომელიც აგრესიულად იქცევა, გამობს უხამსად იქცევა და მით უმეტეს თუ იგინება, მას სერიოზული ფსიქიკური აშლილობა აქვს. მას ყოველთვის აქვს რაციონალური ახსნა თუ რატომ იქცევა მასე. ის ამბობს კი, მე ემოციები ვერ გავაკონტროლე, შესაძლოა არაადეკვატურადაც მოვიქეცი, მაგრამ შენი ბრალია. მასეთი ადამიანის ცხოვრება იყოფა ორად. არსებობს რემისიის ფაზა, სადაც ის ჩვეულებრივი რიგითი ადამიანივით იქცევა და რომელიც შეიძლება რამდენიმე წელი გაგრძელდეს. და არსებობს გამწვავების ფაზა, სადაც მისი დეფექტური ფსიქიკა ისტუკება. შენ შეიძლება მასთან წლები იცხოვრო და აზრადაც არ მოგივიდეს, რომ მას ფსიქიკური აშლილობა აქვს. იმიტომ რომ როდესაც ფსიქიკური აშლილობის მქონე ქალი იწყებს ურთიერთობას, მით უმეტეს როდესაც ის შეყვარებულია, თითქმის ყოველთვის ის იმყოფება რემისიის ფაზაში, რომელიც ხშირ შემთხვევაში რამდენიმე წელი გრძელდება. შენ აზრადაც არ მოგივა, რომ მას დეფექტური ნერვული სისტემა აქვს. სიმპტომები თითქმის არ არსებობს და რაც არსებობს, მაგას შეუიარაღებელი თვალით ვერ შეამჩნევ. და რომ შეამჩნიო, იმდენად უმნიშვნელოდ ჩათვლი, რომ ქალის თავისებურთვისებად გაასაღებ შენს თავში. აი ხასიათი აქვს მასეთიო, როგორც უკვე ვიცით, დროთა განმავლობაში ურთიერთობაში დოფამინის დონე კლებას იწყებს და პარალელურად ერთვება სხვა ბუნებრივი სტრესული ფაქტორებიც. მაგალითად, როდესაც გეყოლებათ შვილი, იქ უძილო ღამეები და ზოგადად გარშემოც გამაღიზიანებელი რაღაცებიც ხდება. და უცებ ამჩნევ, რომ ქალი მასეთ ბუნებრივ და გარდაუვალ სტრესულ სიტუაციებს ვერ უძლებს და რადიკალურად იცვლება. ანუ გადადის გამწვავების ფაზაში და მისი დეფექტური ფსიქიკა ისტუკება. ხოლო მისთვის მაგ გაუსაძლის მდგომარეობას პირდაპირ შენთან აკავშირებს. მისი აზრით შენ ხარ დამნაშავე მისი მაგ მდგომარეობის და ამიტომ მაგ დროს სულ ხარ. ახლა ხომ ხვდები თუ რატომ არ იძლეო და შედეგს მასთან ნებისმიერი სახის შენი კონსტრუქციული დიალოგისა და შეთანხმების მცდელობა. ეს პრობლემა არ გვარდება დიალოგით, იმიტომ რომ შენ რომ ცეცადო რომ რამენაირად მისცე მას პოზიტივი, მასში მაინც ნეგატიური ნეირონთა კავშირები აქტიურდება.